არჩილ კვილაშვილი თავდაცვის უწყებაში სამხედრო პოლიციის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა სპეციალურ ბრიფინგზე შაშკინის მინისტრობის დროს საწვავის არამიზნობრივ ხარჯვაზე გუშინს ისაუბრეს. ამ ბრალდებებს დიმიტრი შაშკინი უარყოფს, ექს თავდაცვის მინისტრი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და თავდაცვაში მისი ხელმძღვანელობის პერიოდში საწვავის არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებზე სამხედრო პოლიციის მიერ დაწყებულ გამოძიებას აბსურდულს უწოდებს. ეს განცხადება დიმიტრი შაშკინმა გადაცემა პოზიციაში სტუმრობისას გააკეთა. ჩემი ჩამოსვლის შემდეგ 24 საათში ირკვევა, რომ ჩემი მთავარი დანაშაული იყო ბენზინის ქურდობა ან ბენზინის გაფლანგვა. მე ვთვლი, რომ არსებობს საქართველოში კომპეტენტური ორგანოები, ეს არის ფინანსთა სამინისტრო, ეს არის პროკურატურა, რომელსაც შეუძლია დასვას ეს შეკითხვები. ჩვენი მთავარი შეცდომა, რაც ჩვენ დაუშვით, ზუსტად იყო ის, რომ ჩვენ არ პასუხობდით ყველა შეკითხვას, მაგრამ მე ეხლა ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე და არსებობს უდანაშაულობის პრეზუმპცია. ანუ მე კი არ უნდა ვამტკიცო, რომ მე არა ვარ ბენზინის ქურდი, მე უნდა დამიმტკიცონ, რომ მე ჩავიდინე დანაშაული. ანუ ჩემი აზრით თავდაცვის სამინისტრო არ უნდა იყოს დაკავებული. ამისთვის არის აბსოლუტურად ამბრალდებას თქვენი ამ კონკრეტულ. ეხლა ეს არის სასაცილო, ეხლა ეს იგივეა, რომ მე დამაბრალოთ ჯონ კენედის მოკვლა.